1990 წლის ოქტომბერი საბჭოთა კავშირი ნელ-ნელა იშლება. იმპერია, რომელიც 10 წლეულების განმავლობაში შიშზე, კონტროლსა და პროპაგანდაზე იდგა, უკვე ისტორიის ნანგრევებში იძირება. და ამ დროს ერთ მშვენიერ დილას კოსმომოლსკაია პრავდას პირველ გვერდზე პოლიტიკის და ცივი ომის ამბების ნაცვლად გამოჩნდა ახალგაზრდა ქალი, მომღიმარი სახით, იარაღით, ხელში სათაურში კი ეწერა მის კაგებე. გამარჯობა, მე ხატია ვარ და დღეს გიამბობთ ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ სილამაზის კონკურსზე და მის მიღმა არსებულ რეალურ გეგმაზე. სილამაზის კონკურსი და კაგებე. ეს ორი სიტყვა თითქოს ერთად არასდროს არ უნდა ვახსენოთ. იმდენად დიდი დისონანსია, მაგრამ საბჭოთა კავშირის ბოლო წლებში ეს აბსურდი რეალობად იქცა. გაზეთის გარეკანზე გამოსახული იყო 21 წლის ეკატერინა, იგივე კატია მაიოროვა, ხოლო სტატიაში წარმოდგენილი იყო როგორც მიმზიდველი, ქარიზმატული, სანდომიანი და ძლიერი ქალი. ყველაზე უცნაური ამ ყველაფერში საბჭოთა მკითხველისთვის სტატიის სათაური იყო მის კაგებე. კაგებე საბჭოთა კავშირის პერიოდის ყველაზე ჩაკეტილი და შიშის მომგვრელი უწყება, რომლის სახელთანაც სისხლიანი ოპერაციები, საიდუმლოები და სიკვდილი ასოცირდებოდა, იმპერიის ბოლო დღეებში საკუთარ სახედ წარადგენს ახალგაზრდა სანდომიან ქალს შოუ-ბიზნესური ელფერით. ეს იყო იმ დროის ერთ-ერთი ყველაზე აბსურდული, მაგრამ გამიზნული პიარ ქმედება. სილამაზის კონკურსები, შოუ-ბიზნესი, მოდელები, ეს სულ სხვა სამყაროა, სადაც კამერები, ღიმილი, სცენის შუქი მთავარი. დაზვერვის სამყარო კი ჩრდილებში ფარული ზარებით, საიდუმლო დოკუმენტებით, გასაიდუმლოებულ ოთახებში ცხოვრობს. ამ ორ სამყაროს შორის თითქოს დაუძლეველი კედელია, მაგრამ კაგებემ იმ წლებში გადაწყვიტა ეს კედელი დროებით მაინც ჩამოეშალა. ერთი წამით წარმოიდგინეთ, რომ რომელიმე საინფორმაციო გამოშვებამ დღეს გამოაცხადოს, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თავისი სილამაზის დედოფალი აირჩია, მის სუსი. ალბათ ეჭვიც არავის გეპარებათ, რომ წამებში ეს ამბავი ვირუსულად გავრცელდება, 1000 გვარი მიმი შეიქმნება და დაიწერება არაერთი ირონიული კომენტარი, სახუმარო კომენტარი და დღის მთავარ თემად იქცევა და ბევრ მნიშვნელოვან ამბავს გადაფარავს. ისე შეიძლება ქვეყნის პრობლემებისგან ხალხის ყურადღების გადასატანად ვიღაცას ეს საკმაოდ კარგი იდეადაც კი მოეჩვენოს. მაშინ, რა თქმა უნდა, არ იყო სოციალური ქსელები და მიმების გაკეთების შესაძლებლობა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენი მშობლების და ბებია-ბაბუების თაობა ამ თემაზე ბევრს ხუმრობდნენ და უფრო ხშირად კი ალბათ გაკვირვებულები ეკითხებოდნენ ერთმანეთს თუ რა ხდებოდა და რასთან ჰქონდათ საქმე. რა მის კაგებე და მაინც რა მიზანი ჰქონდა მის კაგებეს დასახელებას. რა თქმა უნდა, ეს შემთხვევით არ მომხდარა. მიუხედავად მიხეილ გორბაჩოვის მცდელობისა, კაგებე და საბჭოთა მთავრობა უფრო გამჭვირვალე გაეხადა, უშიშროების სამსახური მაინც რჩებოდა ყველაზე საიდუმლო, შიშის მომგვრელ ინსტიტუტად. ხალხის ცნობიერებაში ეს იყო ყოვლის შემძლე მანქანა, რომლის სახელიც ასოცირდებოდა შუაღამით მოულოდნელად კარზე დაკაკუნებასთან, გადასახლებასთან, ადამიანების გაქრობასთან. პერესტროიკის წლებში, როცა ხალხი ნელ-ნელა ხედავდა გამჭვირვალობისკენ გადადგმულ ნაბიჯებს და თითქოს თავისუფალ სუნთქვას სწავლობდა, მაინც დაუჯერებლად და უცნაურად გამოიყურებოდა კოსმომოლსკაია პრავდას ფურცლებზე უშიშროების სამსახურის სილამაზის დედოფლის ნახვა. ისე თქვენი აზრით, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო კაგებეს თანამშრომელი, როგორი წარმოგიდგენიათ? ალბათ იმდროინდელი საზოგადოების უმეტესობისთვის კაგებეს თანამშრომელი იყო იდუმალებით მოცული, მკაცრი გამომეტყველების ადამიანი. მაგრამ ამის საპირისპიროდ უცებ მის თანამშრომლად წარმოადგენენ მომხიბვლელ, ლაღ, ქარიზმატულ და მხიარულ ქალს. ეს იმდენად კონტრასტული, არაორდინალური და უცნაური ამბავი იყო, რომ უცხოელი კორესპონდენტებიც დაინტერესდნენ. მაგალითად, ვაშინგტონ პოსტის ჟურნალისტი დევიდ რემნიკი იყო ერთ-ერთი რეპორტიორი, რომელმაც მის კაგებესთან შეხვედრა მოახერხა. შეხვედრა შედგა მოსკოვის ცენტრში, კაგებეს შტაბ-ბინაში, ლუბიანკაში და პატარა ინტერვიუც ჩაწერა. დანიშნულ დღეს ლუბიანკაში წავედი, სადაც ამხანაგმა მაიოროვამ ამიხსნა, რომ კაგებეს სილამაზის კონკურსი საიდუმლო გარემოში გაიმართა. მას ანგორას სვიტერი ეცვა. თქვა, რომ ბითლზები მოსწონდა. კაგებეში მდივნად მუშაობდა.
მაგრამ მცირე ზომის იარაღის გამოყენების სერტიფიკატი ჰქონდა. ისინი ცდილობენ ყოველმხრივი უნარები განგვევითარონ, უთხრა მაიოროვამ ჟურნალისტს. Washington Post-ის ჟურნალისტის მონათხრობის მიხედვით, მაიოროვას ასევე მოსწონდა ფილმი „ქარწაღებულნი“, ხოლო მისი ფავორიტი გმირი ჯეიმს ბონდი იყო. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ საბჭოთა კავშირში მომაკვდავის ბოდვაში იყვნენ. კატიას მადლობა გადავუხადე და წამოვედი. იხსენებდა დევიდ რემნიკი წლების შემდეგ. Washington Post-ისთვის მიცემული მცირე ინტერვიუს შედეგად ყველა დეტალი ქალბატონი კგბ-ს შესახებ, მისი პიროვნების შესახებ, რა თქმა უნდა, ვერ გამოვლინდა, მაგრამ გარკვეულ საიდუმლოებს კი აეხადა ფარდა. და გარკვეული სიცხადე შეიტანა ამ პიარ ნაბიჯის ავტორი დაწესებულების განზრახვებში. ჩემი აზრით ისინი ფიქრობენ, რომ მე კგბ-ს ახალი სახე ვიქნები. ჩვენ გსურს ხალხმა იფიქროს, რომ ჩვენ აქ მომუშავე ადამიანები მონსტრები არ ვართ, უთხრა ეკატერინამ ჟურნალისტს. მას შემდეგ, რაც რემნიკმა მის კგბ-სთან ინტერვიუ ჩაწერა, აი რა შეიტყო მისი პიროვნების შესახებ. ის სილამაზის დედოფლის როლს თავდაჯერებულად ასრულებდა. ყველა პასუხის გაცემისას იცინოდა. იმ დროისთვის დაქორწინებული არ იყო და ამბობდა, რომ აუცილებელი არ იყო მხოლოდ კგბ-ს თანამშრომლებს შეხვედროდა, აღნიშნა კორესპონდენტმა. მან ასევე შეიტყო, რომ სილამაზის კონკურსი, რომელმაც ეკატერინას მის კგბ-ს ტიტული მოუტანა, გასაიდუმლოებულ გარემოში ჩატარდა და ცნობილი არ იყო თუ რამდენი ადამიანი იღებდა მონაწილეობას. ზოგიერთი მიიჩნევს, რომ სილამაზის კონკურსი საერთოდ არ ჩატარებულა. უბრალოდ კგბ-ს იმდროინდელ ხელმძღვანელს ვლადიმერ კრიუჩკოვს სურდა, რომ შეეცვალა უსაფრთხოების სამსახურის იმდროინდელი იმიჯი. და რეპრესიული უწყებიდან საზოგადოების კეთილდღეობაზე მზრუნველ უწყებად გარდაექმნა. ყოველ შემთხვევაში ხალხის აზრი პროპაგანდისტული მეთოდებით მაინც შეეცვალა. რეალურად რა მნიშვნელობა აქვს მართლა ჩატარდა კონკურსი თუ არა? მთავარი ისაა, რომ ამ ინიციატივას შედეგი არ მოჰყოლია, რადგან კგბ-მ როგორც სახელმწიფო უწყებამ მალევე შეწყვიტა არსებობა საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე ის რუსეთის ფედერაციის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა FSB-მ ჩაანაცვლა. რა ბედი ეწია მის კგბ-ს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უცნობია. ის საზოგადოების რადარებიდან ისევე სწრაფად გაქრა, როგორც კოსმომოლსკაია პრავდას წინა გვერდზე გამოჩნდა. საერთოდ კგბ-ს თანამშრომლები იშვიათად ხდებოდნენ საგაზეთო სტატიების თემა. საბჭოთა კავშირის მთავარი სპეცსამსახური კი მისთვის ასეთ შეუფერებელ კონტექსტში აქამდე არასდროს ყოფილა ნახსენები. ისე საინტერესოა, რომ 1990-იანი წლების ბოლოს პერესტროიკის პერიოდში მყოფმა საბჭოთა საზოგადოებამ როგორც ჩანს, ხელახლა აღმოაჩინა ქალის სილამაზე. საბჭოთა კავშირი სილამაზის კონკურსების ტალღამ მოიცვა. მოსკოვის სილამაზე, მის საბჭოთა კავშირი და ასე შემდეგ, მაგრამ ამ ფონზეც კი მის კგბ-ს შესახებ ამბავი სენსაციურად გამოიყურება. ეს ორგანიზაცია როგორი რეპუტაციით სარგებლობდა, ბევრი საუბარი არ სჭირდება, ხოლო კგბ-ს ქალ თანამშრომლებთან დაკავშირებით ძალიან ბევრი სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდებოდა. იმ მზიდველ ქალ აგენტებს მერცხლებს უწოდებდნენ. ისინი უცხოელი დიპლომატებისა და ინფორმაციის სხვა ღირებული წყაროების გარშემო ქსელის მოსაქსოვად გამოიყენებოდნენ. წოდებული თაფლის ხაფანგის სტრატეგია იყო ადამიანის კომპრომიტირება მერცხალთან ინტიმური ურთიერთობის გზით და შემდეგ შანტაჟის მეთოდით თანამშრომლობისკენ მისი იძულება. უცნობია მონაწილეობდა თუ არა ეკატერინა მაიოროვა ასეთ ოპერაციებში. 21 წლის გოგონას გარეგნობა მართლაც გამორჩეული იყო. კგბ-ს რეპუტაცია საკმაოდ შელახული იყო. მისი ხელმძღვანელი ვლადიმერ კრიუჩკოვი, რომელმაც კგბ 1988 წელს ჩაიბარა, ცდილობდა მთელი მსოფლიოსთვის დაემტკიცებინა, რომ კგბ რესტრუქტურიზებული იყო და რომ ის ერთგვარ სიყვარულის უწყებად გარდაიქმნა. მან არაერთი პრესკონფერენცია გამართა, ლუბიანკაში ტურებიც კი მოაწყო იმის დასამტკიცებლად, რომ აი როგორი გამჭვირვალე ორგანიზაციაა ეს ჩვენი უსაფრთხოების სამსახური. ხოლო მის კგბ-ს არჩევა ამ უწყების დადებით კონტექსტში წარმოსაჩენად და დადებით კონტექსტში მისი პოპულარიზაციისთვის კიდევ ერთი გზა იყო. საინტერესოა, რომ სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებსაც აქვთ გამოცდილება სილამაზის დედოფლის არჩევის და ეს კგბ-ს ექსკლუზივი არ იყო. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების სააგენტოს ელექტრონული მოსმენის სააგენტო, რომელიც იმდენად გასაიდუმლოებულია, რომ მას არავითარ სააგენტოს უწოდებენ, ეს სამსახური 1950-იან და 60-იან წლებში ყოველწლიურ კონკურსებს ატარებდა. კონკურსანტებს ნამდვილი სახელების ნაცვლად ნომრებით მოიხსენიებდნენ, რომელიც სავარაუდოდ მათ დანაყოფებს უკავშირდებოდა. NSA
ეს კონკურსები 1958 წელს დაიწყო. სააგენტოს შექმნიდან 6 წლის შემდეგ. შემოდგომის ფესტივალისთვის 15 ჯაშუში პრინცესა შეირჩა, რომელთაგან თითოეული დედოფლის ტიტულის ან მეორე ადგილის მოსაპოვებლად იბრძოდა. პრინცესები NSA-ის კვლევისა და განვითარების დეპარტამენტში მუშაობდნენ. სააგენტოს არქივის თანახმად მათ შორის იყო სალი ბოტსაი, რომელიც მოგვიანებით ნიქსონისა და ფორდის ადმინისტრაციების დროს ვიეტნამის ომის პერიოდში თეთრი სახლის სიტუაციური ოთახის დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. სილამაზის კონკურსი გამართა კანადის სამეფო საცხენოსნო პოლიციის დაცვის სამსახურმა 1950-იანი წლების დასაწყისში, სადაც მონაწილეებს თმის, სახის, ფიგურის ჩაცმულობის და პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით 10-ქულიანი სისტემით აფასებდნენ, თუმცა ეს კონკურსი მხოლოდ გახურების საშუალება იყო. გამარჯვებული გადადიოდა უმაღლეს ლიგაში და კანადის მის სამოქალაქო სამსახურის კონკურსში იღებდა მონაწილეობას. მის კგბ-ს კონკურსი თითქოს ერთი პატარა უცნაური ეპიზოდია საბჭოთა კავშირის ისტორიაში, მაგრამ ის გვიჩვენებს ბევრად უფრო მეც ვიდრე ერთი კონკრეტული სილამაზის კონკურსის უცნაურობა. ეს იყო იმპერიის არსებობის ბოლო წლებში სიმბოლური ნაბიჯი. უშიშროების სამსახურის მცდელობა დაეფარა წარსული, სისხლიანი ჩრდილები, ყურადღება გადაეტანა და უფრო ჰუმანური გამოჩენილიყო. ეს ისტორია კარგად ასახავს იმ პრობლემას, რასაც ყველა ტოტალიტარული სისტემა განიცდის. რამდენად შეიძლება ფორმის ცვლილება, როცა შინაარსი იგივე რჩება. როცა რეპრესიული სისტემა ცდილობს ღიმილით და მაკიაჟით დაფაროს ძალადობრივი წარსული, სადაც მხოლოდ შიში სუფევდა, ის ყოველთვის განწირულია. საზოგადოებას, რომელმაც იცის, რას წარმოადგენს ეს ინსტიტუტი, ლამაზი ფოტო, თუნდაც ისეთი, სადაც ძალიან ლამაზი ქალია აღბეჭდილი, სანდოობას ვერ გაუჩენს და მის კეთილშობილებაში ვერ დააჯერებს. ეკატერინა მაიოროვას სახე გახდა პიარის მცდელობის ის ნაწილი, რომელიც ისტორიამ ისევე გადაყლაპა, როგორც საბჭოთა კავშირის სხვა არაერთი აბსურდი. ის ისევე სწრაფად გაქრა, როგორც გამოჩნდა, მაგრამ დარჩა ამბად და იმის მტკიცებულებად, თუ როგორ ცდილობდა საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ყველაზე საშიში უწყება, რომელიც საზოგადოებაში შიშის განცდას იწვევდა, გალამაზებას. და თუ დავფიქრდებით, მსგავსი მეთოდები დღესაც გვხდება, განსხვავებული ფორმით, ახალი ტექნოლოგიებით, მაგრამ ზუსტად იმავე არსით. ძალაუფლება რაღაც მომენტში იწყებს გზების ძიებას, რომ დაფაროს თავისი ნამდვილი სახე და შელამაზებულად წარმოაჩინოს. კითხვა ასეთია, ჩვენ ამას დავიჯერებთ, თუ ღიმილის მიღმა არსებულ ისტორიას დავინახავთ. დღევანდელი ეპიზოდი აქ სრულდება, აუცილებლად გამიზიარეთ შთაბეჭდილებები და მადლობა რომ მიყურეთ.